მე მიავარ და დღეს მარადილ ქალაქში რომში ჩამოვედი და მე მომდევნო 3 დღის განმავლობაში თქვენი გირი ვიქნები. გაინტერესებთ როგორ ერთობიან 10 წლის ბავშვები რომში? მაშინ გამოვყევით და ერთად დავათვალიეროთ იტალიის დედაქალაქი. ულამაზესი რომ. წამოდით. რადგან ჩვენ ვართ აქ 3 დღით, ჯერ პირველი დღე იქნებოდა რომის გაცნობა. ჩვენც გავიცნობთ რომს და თქვენც გაგაცნობთ. როგორც იცით, მე ვარ იტალიაში ნამყოფი, მაგრამ რომში პირველად ვარ და აქ ჩამოსვა იყო ჩემი ოცნება და თან იტალია კარგად არც მახსოვს. სიმართლე გითხრათ და ძალიან გავიხარდა, რომ გადავწყვიტე იტალიაში წავისვა. და რა ვიცი, მე მოგეწონებათ ეს ვლოგი, იმიტომ რომ რატომ უნდა მოგეწონოთ, რა ვიცი, ვნახავთ ულამაზეს ქანდაკებებს, ულამაზეს შენობებს, გიმრიელებს და ულამაზეს საჭმელების დაბაგებულებებს და ძალიან ბევრს ვივლით და თქვენც ჩვენთან ერთად ივლით, ასე რომ ვთქვათ და ყველას ვისაც არ გიყვართ მოგზაურობა და დაწუნებული ვარ ეს ვიდეო აუცილებლად შეგაყვარებთ და არ გადართოთ სხვა რამეზე გვიყურეთ ბოლომდე. რომის დათვალიერებას ულამაზესი ესპანეთის მოედნიდან ვიწყებ, რომელიც რომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობასთან ესპანურ კიბეებთან მიმიყვანს. ესეც ესპანური კიბეები, რომელიც 135 საფეხურისგან შედგება და დამღლელი მოგზაურობის დროს ძალიან კარგია აქ ჩამოსვლება უნდაოდ. ესპანური კიბეების დასაწყისში ეს შადრევანია, რომელსაც სახელად უშნო ნავის ფონტანი ეწოდება. ლეგენდის თანახმად, იმიტომ ქვია ეს სახელი, რადგან დიდი ხნის წინ იტალიაში, რომში მოხდა წყალდიდობა და მეთევზეებს თავისი გემი წყალმა წაართვა. ამის შემდეგ გაჩნდა აქ ამ ულამაზესი უშნო შადრევნის გაკეთების იდეა. მოდი ახლა გავგულოთ თავზე სახი და ცოტა წყალში ხელი ჩავუყოთ. ვაუ, რა მაგარია! ამ კიდეც უკვე სულ ერთი ფილმი მახსენდება, რომელიც აღდგება და ახლა სულ ერთი რაღაც ბაკია. ლაყინი უნდა ვიყიდო და ისე ჩამოვეძინო ამ კიბეებს. ეს ჩემი პირველი რომაული ჯერა, რომელიც გიმრიელესია. მე ავიღე მარწყვის და მარგოსი. მე უფრო მარწყვის მომეწონა. მაგრამ მარგოც გიმრიელესია. ჩემ რომაულს აიღებდი აქ რომ ყოფილიყავი. ან თუ იყავი უკვე რომელი აიღე და მიწერე კომენტარებში. ესპანური კიბეები ესპანეთის მოედანს ტრინიტა დი მონტის ეკლესიასთან აკავშირებს, რომელიც მე-16 საუკუნეშია აშენებული. ეკლესიის წინ საუსტიანოს ობელისკი დგას, რომელიც რომაელებმა ძალიან დიდი ხნის წინ დაამზადეს. ტაძრის შიგნით ულამაზესი ფრესკებია. მათ შორისაა ცნობილი იტალიელი ხელოვანის, მიქელანჯელოს მოსწავლის დანიელე და ვოლტერას ნამუშევრები. ეკლესიის წინ მდებარე მოედნიდან რომის ერთ-ერთი ულამაზესი და პოპულარული პანორამული ხაზი იშლება. სამზოლოზე ისეთ ხელოვანი ვიცით ჩვენთან ეგეთი სიცხეები არ ყოფილა, სიგრილეები და ამ სიგრილედან როგორც სიცხე არის საშიშრებაა. მაგრამ მოდი მე წავავდა ხომ წავავდეთ გავაგზავნოთ ამ ულამაზესი ქალაქის დათვალიერება.
დავედით ისეთ ადგილას, სადაც არის ძალიან ბევრი სარკეები და ამ სარკეების გარეთ ვიღავი აწყობილი. აი ასეთი არის. ახლა კი ძალიან ძველ დროში უნდა გადაგიყვანოთ რომის პანთეონში, რომელიც 2000 წლის წინ ააშენეს ღმერთების ტაძრად და დღესაც მოქმედი უკვე ქრისტიანული ტაძარია. პანთეონის მთავარი სიამაყე მისი გუმბათია. მსოფლიოში ყველაზე დიდი არარკინაბეტონის გუმბათი. გუმბათის ცენტრში 9 მეტრიანი ღია ხვრელია, რომელიც სინათლისა და ჰაერის ერთადერთი წყაროა. წარმოიდგინეთ, როცა წვიმს ტაძარშიც წვიმს, მაგრამ ახლა მზეა და ეს სხივი ნამდვილ მაგიას ჰგავს. პანთეონში იტალიის გაერთიანებული სამეფოს მეფეები არიან დასაფლავებულნი. ეს არის პიაცა ბარბერინი. პიაცა იტალიურად ნიშნავს მოედანს და იცით ესეთი მოედნები, რომში რამდენია? უამრავი. ეს პიაცა ვენეციაა, რომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და მოედანი, სადაც ქალაქის მთავარი გამზირები იკვეთება. მოედნის სავიზიტო ბარათი თეთრი მარმარილოს ეს გიგანტური ნაგებობაა ვიტორიანო, რომელიც გაერთიანებული იტალიის პირველ მეფეს ვიტორიო ემანუელე მეორეს ეძღვნება. ეს არის პიაცა ნაპოლა და ასევე ეს არის რომის ყველაზე ცენტრალური მოედანი, სადაც მე-15 საუკუნეში ბაზრობები იმართებოდა, კარნავალები და ცხენით შეჯიბრებებიც კი. დღესაც თითქოს ძალიან ხალხმრავალია. მოედანზე 3 შადრევანია და ერთ-ერთი ეს არის ნეპტუნის შადრევანი. თუმცა მთავარი მშვენება მე-17 საუკუნის დროინდელი 4 მდინარის შადრევანია, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი 4 კონტინენტის ევროპის, აფრიკის, აზიის და ამერიკის უდიდეს მდინარეებს განასახიერებს. სანტა მარია დე ლა ვიტორიას ტაძარია. ეკლესიის მთავარი საგანძური ეს ქანდაკებაა. წმინდა ტერეზას ექსტაზი, რომელიც იტალიური ბაროკოს თვალსაჩინო წარმომადგენელმა ბერნინიმ შექმნა. ამასობაში ალბათ მიხვდეთ, რომ ძალიან მომშვიდა. ამიტომ ახლა ყველაზე გემრიელ იტალიურ კერძებს დავაგემოვნებ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლაზანია. ეს ხომ ჩემი ფავორიტია. კარბონარაც ძალიან მიყვარს. ამიტომ მოდი ამასაც გავსინჯავ. თან შევეცდები პასტა ჩანგალზე ნამდვილი იტალიელი დავახვიო. ეს კი გამომივიდა, მაგრამ მგონი კარბონარა ამ რესტორანში ისე ძალიანაც არ მომეწონა. ახლა კი მომედის წერელის შადრევანთან, რომელიც ულამაზესია და უბრალოდ წყალს შეხედეთ, როგორი სუფთაა. მინდა რომ ვიცურავ, მაგრამ როგორ შეიძლება. მინდა რომ ხარის მოიყოს და ჩვენებოდ გავწურავთ. რა არის? და ახლა ამ შადრევანთან უნდა გავაკეთო ის, რასაც ყველა ჩამოსვლელი აკეთებს. ალბათ ყველა. უნდა გადავაგდო მონეტას. ახლა მე ტრევის შადრევანში გავადავაგდებ მონეტას და შევამოწმებ მართალია თუ არა ის ლეგენდა, რომ მე რომში დავბრუნები. ნახოთ. ხო,
ასეთი ამბები რომში იშვიათი ნამდვილად არ არის. მგონი დღეისათვის საკმარისია. უკვე 22 კილომეტრი გავერა ფეხით. თან ამ სიცხეში. ხვალ ვატიკანში მივდივარ და დილას ძალიან ადრე უნდა ავდგე. ამიტომ ადრიანად უნდა დავეწინო. თუ კი ამას შევძლებ ამ სიმღერების ფონზე, რომელიც სასტუმროს ნომერში იქვე მდებარე რესტორნიდან ისმის. იტალიიდან უკვე სასახელწეოში გადავედი. ეს ვატიკანია. ნახეთ, იტალიაში ვარ, ვატიკანში ვარ, იტალიაში ვარ, ვატიკანში ვარ. ვატიკანი ეს მთელ მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა. ძალიან უცნაურია შეფასებას რატომღაც ვატიკანში, რატო არ ვიცი, მაგრამ ძალიან გეგოება ჯამბაზები არიან. ხომჩის რომ ვატიკანში რომის პაპი ცხოვრობს. ეს წმინდა პეტრეს მოედანია და როცა მორწმუნეები აქ იკრიბებიან, მათ რომის პაპი სიტყვით მიმართავს. მოედნის ცენტრში უძველესი ეგვიპტური ობელისკია აღმართული. ეს უდიდესი და ულამაზესი შენობა წმინდა პეტრეს ბაზილიკაა. Casa. ეს არის თელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქრისტიანული ტაძარი. თანაც ერთ-ერთი ვერსია ამ ტაძარში წმინდა პეტრე მოციქულია დასაფლავებული. ახლა ჩვენ ჩამოვედით იმ ადგილას, სადაც არის წმინდანების საფლავი. მათ შორის უნდა იყოს წმინდა პეტრეს საფლავი. იცით წმინდა პეტრეს ძმა ვინ იყო? გონი უნდა იცოდეთ, რადგან მას საქართველო გააქრისტია და წმინდა ნინოსთან ერთად. წმინდა პეტრე ადრეა პირველწოდებულის ძმა. ახლა მე ვატიკანის მუზეუმთან მოვედი, რომ შიგნით შევიდე. მე ბილეთებისაგან ვერ მოგასწარი წილას და ახლა დილის 8 საათია და ამის მიუხედავად მაინც ნახეთ რამდენი ხალხია. რომლითი თქვენიაზე დღეს შესვლა მოგვიწევს საერთოდ? შეცვლით ნამდვილად შევედით. ახლა ჩვენ ზუსტად 3 საათს ნახევარი ვიდექით რიგში, ანუ 2 საათი და 3 საათამდე აუცილებლად ვიდგებით რიგში და ამას უნდა შეეჩვენოთ, ასე ვთქვათ. და არ გაგონოთ რომ ნახევარ საათში უკვე გავხვალთ. ეს იყო ყველაზე დიდი რიგი, სადაც ვარ და იმედია უკანასკნელიც იქნება პირველთან ერთად. ვაუ, ლამაზია. ამიტომ ჯობია ბილეთები წინასწარ რამდენიმე თვით ადრე შეიძინოთ. ონლაინ, რადგან რამდენიმე კვირით ადრე ჩვენ ეს უკვე ვეღარ შევძლებთ. ან თუ რიგში დგომა არ შეგიძლიათ, მაშინ გარეთ 100 ევროდ მოგყიდიან ბილეთს, რომელიც მუზეუმის სალაროში 20 ევრო აქვს. ახლა კი წამოდით, გავიქცეთ სიქსტის კაპელა ვნახოთ, წამოდით. მაგრამ მოდი მანამდე ამ პინაკოთეკაში შევიდეთ, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებია თავმოყრილი. ვატიკანის მუზეუმი უზარმაზარია და 54 საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. მათ შორისაა ეგვიპტური და ეტრუსკული მუზეუმები, გობელენების გალერეა, გეოგრაფიული რუკების გამოფენა. ნახეთ, ლამაზი რუკებით არის კედლები გაფორმებული. მეტია საქართველოს ჩანს ამ რუკებზე. მოკლედ ვატიკანის მუზეუმის ყველა ეს გალერეა რომ დაათვალიეროთ, ფეხით 7 კილომეტრი უნდა გაიარო. და ამის შემდეგ მიადგებით მუზეუმის ყველაზე ძვირფას საგანძურს, სიქსტის კაპელას, რომლის ჭერიც მიქელანჯელო მოხატა. No pictures, no photos. ეს ის ცნობილი სპირალური კიბეა, რომელიც ვატიკანის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გამოსასვლელში გვხვდება. მაგრამ მე კიდევ ერთი პატარა საქმე მაქვს. ვატიკანი რადგან არის ცალკე სახელმწიფო, აქვს თავისი ფოსტა. და ხოლმე აქედან წერილს გავაგზავნით თეატრის სახლში. მე ვიყიდი ახლა ეს ბარათი, ახლა ამაზე დავწერთ და გავაგზავნით ფილმში.
უკვე დავწერეთ. და იმედია, როცა საქართველოში დავხუნები, ეს წერილიც დავწერე. იმედია, ერთმანეთს საქართველოში შევხვდებით. ასე დასრულდა ვატიკანში ჩემი დაუვიწყარი მოგზაურობა. მაგრამ არ დასრულებულა ჩემი მეორე არაჩვეულებრივი დღე რომში. რომის ნამდვილი აღმოჩენა სწორედ ახლა იწყება. და მე მოვედი კოლოსეუმში. იცოდით რომ სწორი კოლოსეუმია და არა კოლიზეუმი? დიახ, მე მოვედი კოლოსეუმში, მაგრამ ახლა აქ უბრალოდ გარე კადრის განსაღებად ვარ, თორემ სინამდვილეში ვიყავი მე გუშინ და ჩვენი კამერა დაჯდა, გაიძიშა სრულიად, ვერაფრით ვერ დავწერეთ, ვერაფრით ვერ ვიპოვეთ და ვერ გაჩვენეთ შესაბამისად კადრები. უნდა გითხრათ, რომ თუ გინდათ მსგავსი შემთხვევები არ დაგმართოს და უფრო კარგი ხარჯის ვიდეოების შემოგთავაზოთ, დაგვასპონსორეთ, დაგლაიქეთ ვიდეო და გამოგვიწერეთ. ახლა მე მოგიყვებით თუ როგორ მომეწონა კოლოსეუმი. ეს არის კოლოსეუმი მოხვედრა იყო ჩემი ოცნება. და იცით რატომ მინდა? როგორც კი ეს ანიმაცია ვნახე, რომაელი გლადიატორი, მის შემდეგ მინდა და მეც აქ მოსულიყავი. და ასე მეც შემეგრძნო აქაური სული ასე ვთქვათ. წარმოგიდგენიათ, პირველ საუკუნეშია აშენებული და კოლოსეუმის ბილეთს როგორც იყიდით, შედის პალატინის მთის ნახვა, რომელშიც მე ვიყავი და რომის ფორუმის, სადაც არის უძველესი ნანგრევები ჩვენს წელთან ერთმანეთზე რამის 5 საუკუნით ადრე. და პალატინის მთაზე, აი იქ, მე ვნახე რომის იმპერატორის უძველესი სასახლე. თან ძალიან კარგი ადგილი არის ჩამოსასვლელად, ასე ვთქვათ, თუ იპოვეთ ჩრდილს, რადგან მე ხეხი წამოდგარი წავიდეცი და იქ რომ დავჭირე, რაღაცა ძალიან კარგად დამომახსოვრდა ეს, რომ ასე ბიჭი და რაღაცა უხურებთ ესე სილამაზეს. ან იცოდეთ, რომ ძველ რომში აკრძალული იყო იასამნის ფერის ჩაცმა და მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა ამ ფერის ჩაცმის უფლება. და თუ ვინმე მოიპარავდა ამას, ამ იასამნის ფერს ამას და თუნდაც ერთი პატარა ზოლი ექნებოდა გასმულა, ეს რაღაც ამხელა, მაშინ თავს მოკვეთავდნენ და მე სპეციალურად ჩავიცი იასამნის ფერის ამოსი. მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავიკეთე, მაგრამ ძალიან გამოვიბრანჭე, მაგრამ სამწუხაროდ მეგონა არსებობს თუ როგორ შეიქმნა რომი. ესე იგი, იყვნენ ორი ძმა, ერთ-ერთ ძმას ერქვა რომულუსი. მეორე სახელი აღახსოვს, სიმართლე გითხრათ და ეს რომულუსი და თავისი ძმა წავიდნენ მთაზე. და თქვეს, რომ ვისაც ეს ნათელი ესე ჩამოანათებს ვარსკვლავია, ის ექნება ხელმწიფე და ჩამოანათა რომულუსს. გააშლა ძალიან პატარა ქალაქი პალატინის მთაზე და ასე თავიდან რომი იყო ასე პატარა, მაგრამ შემდეგ უკვე გაიზარდა და როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია. და ესეც ჩემი მესამე დაუვიწყარი დღე რომში დაიწყო და ჩემი მიზანია დღეს კიდევ არაერთი ულამაზესი ადგილი ვნახო რომში და თქვენს გაჩვენოთ. ახლა მე მოვედი პიაცა დელ პოპოლო. ამ ადგილს სახალხო მუზეუმსაც უწოდებენ. მოდელის ცენტრში რომის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ეგვიპტური ობელისკია აღმართული. ძველ კარებჭესთან მდებარე ამ ეკლესიაში კი ცნობილი იტალიელი მხატვრის კარავაჯოს ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი. მოედნის თავზე პინჩოს ცნობილი ტერასა, სადაც რომის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ამ უზარმაზარ და ულამაზეს ბორგეზეს ბაღში კი შეგეძლიათ მთელი დღე გაატაროთ. ამ ხიდს 10 ანგელოზის ქანდაკება ამშვენებს. ხიდს კი ანგელოზების ციხესიმაგრემდე მიუყავართ. ეს ანგელოზების ციხესიმაგრე რომის იმპერატორმა ადრიანემ ძალიან დიდი ხნის წინ ააგო თავის მავზოლეუმად.
მოგვიანებით კი ეს ციხესიმაგრე რომის პაპების თავშესაფრად იქცა. ამ ადგილიდან მდინარე ტიბზე ულამაზესი ხედი იშლება. ამ სისხლში ნაკლებად საუკეთესო გაგრილების საშუალება. ამჯერად ვაგებულებს წაჩატელს, რომელიც უდევრიელესია. თავშიგლით ყრია შოკოლადი, რაც არის სფიციარი, არის დიეტური შოკოლადი, შავი და ეს ტკბილი არ არის. და ძალიან კარგია. სიმართლის მაგიებთან და გამოჩნდა ჩემს ვამბობ სიმართლეს თუ ვამბობ Gracias a todos. ამასობაში კი დრო მოვიდა, რამე გემრიელი იტალიური კერძი შეჭა. ეს ხადი პირველად მოვიდა გემრიელია ეს მაღაზიაში რასაც აწერია რომ original tasty sweet და აქ არის მისების შოკოლადა ჩვენთან ღებდა 15 ლარი და აგრეს 2 ევრო და კიდევ ნახეთ ჩავეპოვოთ ირამის მოჩი მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცებია რა შეთა საყურელიო Twix ის ჩხერები მაკარონებიც არის, მაგრამ გამჯერთ ეს საფრანგეთში ჭამებს. ეს ვიყიდით, ასაც ვიყავით და ასეთი შოკოლადები დავიღალვით. აქ სათუმაშამდე წავიდეთ მალე. და რავი, დავისვენოთ. ანუ შევერამე ვიყიდოთ, მაგრამ და ტკბილეულო. ასე დასრულდა ჩემი ნორმალური არდაკი. ხო, ეს პირველი სასწაულში არის. იმედია ძალიან გემრიელი იქნება. და თქვენ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, მაგრამ თუ არ დამოგწონებოდეთ და რადგან მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და იმედი მაქვს შემდეგი შეხვედრა უკვე მალე გვექნება. აბა, კარგად!